ბოლოს იყო ეს თვითონ დასახლების საძირკველი ჩანდა ჯერ კიდევ და არ გამჭირვებია მაშინ სახლის მოძებნა და ეხლა უკვე ცოტა გამიჭირდა. ხშირად ვათვალიერებდით ხოლმე მეპიდან, Google-დან და ვხედავდით ხოლმე რომ მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი და ეხლა ბოლოს რაც ვნახე, ის ნანგრევებიც აღარ არის გადასწორებულია და ჩვენ ყავს ახლობლები იქით ცხინვალში, რომელსაც უკავშირდებით ხოლმე ტელეფონის მეშვეობით, სოციალურ ქსელის მეშვეობით და გვეუბნებიან ხოლმე, რომ აქ და გაკეთდა, ვთქვათ, იმათი კოტეჯები, იმათი ბაზა, იმათი ჩვენი აღარაფერი აღარ არის და ძალიან გულსატკენია, რა თქმა უნდა, ყველასთვის. ჩვენი ნასახლარი საერთოდ გადასწორებულია, აღარაფერია დარჩენილი, ის ნანგრევები თუ იყო დარჩენილი, ისიც აღარ არის უმეტესობებში და ბაზებს აკეთებენ, ან მოასწორეს და მომავალში რაღაცისთვის ამზადებენ ალბათ. ვებ რომელიც გვიან გამოვიდა ხეობიდან, მაშინ დაბომბვის შემდეგ უკვე ჩათვალა საჭიროდ და ნამდვილად კარგად ჩათვალა, რომ ერთადერთი რაც ღირებული იქნებოდა ჩვენთვის შემდეგ ალბომები იყო და ორი ალბომი გამოგვიტანა. ვიზეთი მარტო კიდე იმაში და ესე ვფიქრე რომ გადიფრენ და აი ეგრე ჩავიკუნდებოდი. თან მუთაქა მეჭირა იმას რომ ხდებოდი. ჩვენ არა ქონდა პატვარი სამალავი და ვიყავი მეზობლის პატვარში. იქ ვიმალებოდი. შემოვიდნენ დავიოსები იყვნენ თურუსები. შემოვიდნენ და თელ გოგინი აუწეხეს და ყველაფერი ძირს დაყარეს რა. რას ეძებდნენ რა ვიცი. მე გადავწყვეტ ეს დედაჩემო დილას წავედით. უკვე დამთავრებლა ახლა ბაღის სახლებში დაიწყეს ხსიარო. ჩემი ისწავლე დავიდე ეკნევის აპარატი, ჩემი წამლები და ეს ორი ალბომი ამათი. მეტი ვერაფერი. გორის დაბობის დროს ჩვენ ვიყავით ჯერ კიდევ აქ გორში და ის დღე იყო, როცა კომბინატში ბომბი ჩამოაგდეს, აი ამ პერიოდში ჩვენ წავედით თბილისში და დედას გარეშე არსად არ მიდიოდა ხოლმე ზოგადად და მაშინ იმდენაზე შეეშინდა, რომ თანახმა იყო მეც გამომყოლოდა თბილისში. ძალიან განიცდიდა, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მეტად ემოციური იყო ჩვენ შორის, ოჯახის წევრებს შორის და ყველაზე მეტად ბავშვი რამდენადაც შეიძლება განიცდიდეს, მაშინ იყო 5 წლის, აი ყველაფერზე და ისეთ რაღაცებს იხსენდა და ისეთ რაღაცებზე დარდობდა, რომ ჩვენ ვერც კი ვფიქრობდით აი მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ ყავდა პატარა ლეკვი, რომელსაც საყელო შევაბით და ეს ლეკვი რომ ამ პერიოდში გაიზრდებოდა, ის საყელო მოუჭერდა და მაგაზე დარდობდა. შემდეგ ნელ-ნელა მდგომარეობა გაუარესდა და მე მივიღეთ ის რაც მე